ავარიას თუშეთში ორი ადამიანი ემსხვერპლა. მთავარის ინფორმაციით ავტომობილის სიმაღლიდან გადავარდა, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. გერმანიის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. ეს არის გერმანიასთან თანამედროვე საქართველოს ურთიერთობის ისტორიაში პირველი შემთხვევა, როცა გერმანელი ელჩი სამინისტროში დაიბარეს. თქვა პეტერ ფიშერმა უწყებაში შესვლამდე. დღეს პაპუაშვილი ისევ თავს დაესხა გერმანიისა და ევროკავშირის ელჩებს. კაცრად უარყოფ უსაფუძვლო და პროვოკაციულ ბრალდებებს გავაკრიტიკებს საქართველოს მთავრობის ამჟამინდელ კურსს, რომელიც წინააღმდეგობაშია ევროკავშირში გაწევრიანებასთან, თქვა დიპლომატმა. პარნეულში არასრულწლოვანს, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის შვილი დაუპირისპირდა, სახლში პოლიცია, ეგრეთ წოდებული ქურდული სამყაროს წევრები და საკრებულოს წარმომადგენლები მიუვარდნენ. ამის შესახებ აქტივისტმა სამირა ბაირამოვა მისაუბრა. სომხეთში ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ვოლოდია გრიგორიანი მოკლეს. ინციდენტი წუხელ სოფელ მირზავანში მოხდა. წინასწარი ინფორმაციით მიღბიანმა კაცმა ცეცხლი 3 ადამიანს გაუხსნა, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა, 1 კი დაშავდა. ტაილანდში ხალხმრავალ ქუჩაზე გზა ჩავარდა და გიგანტური ორმო გაჩნდა. მისი სიღრმე დაახლოებით 50 მეტრია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. არის ვარაუდი, რომ მომხდარი ბოლოდროინდელ ძლიერ წვიმებს ან მიწისქვეშა მილის გახეთქვას უკავშირდება.